როგორ მივხვდეთ, რომ გვატყუებენ და როგორ დავიცვათ თავი მატყუარა ადამიანებისგან? ამის გასარკვევად ჩვენ აუცილებლად გამოგვადგება პოლ ეკმანის წიგნი სიცრუის ფენომენი. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის ტყუილი. ტყუილის მარტივი დეფინიცია შეიძლება იყოს შემდეგნაირი, რომ ეს არის ქმედება, როდესაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანი მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში, ხომ? და ეკმანი აქ გამოყოფს ტყუილის ორ ძირითად ფორმას. ეს არის დამალვა, როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად მალავს სიმართლეს და ეს არის ფალსიფიკაცია, როდესაც ადამიანი უბრალოდ ამახინჯებს ფაქტებს და იგონებს რაღაც ისტორიებს იმისთვის, რომ შენიხმოს თავისი ტყუილი. პოლ ეკმანი გვეუბნება, რომ ტყუილის მატყუარ ადამიანის ამოცნობა შესაძლებელია სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, რომელსაც ადამიანი ტყუილის თქმის დროს ახდენს და ეს შეიძლება იყოს როგორც ვერბალური ფორმით, ასევე შეიძლება იყოს სხეულის ენით, ხომ? პირველი ვერბალური ფორმით ამის შემჩნევა შესაძლებელი არის მაშინ, როდესაც მატყუარ ადამიანს ეცვლება ხმის ტემბრი. ის შეიძლება ლაპარაკობდეს პაუზებით, შეფერხებებით, ან მის მიმართ დასმულ შეკითხვას ის თავიდან იმეორებდეს, რითაც ის შეიძლება იგებდეს დროს იმისთვის, რომ გონებაში ახალი ტყუილის შეთხზას და ასე გამოძვრეს ის სიტუაციიდან. ხოლო მეორე ეს არის სხეულის ფორმა, სხეულის ენა, რომლითაც მატყუარ ადამიანი შეიძლება გამოაშკარავდეს სხვადასხვა ჟესტიკულაციით, თვალის კონტაქტის არიდებით, წამოწითლებით და უამრავი სხვა მიმიკით, რომლითაც შეიძლება რომ ჩვენ მივხვდეთ, რომ ჩვენს წინაშე დგას მატყუარა მანიპულატორი ადამიანი, ხომ? თუმცა ავტორი აქვე დასძენს, რომ არ შეიძლება 100%-იან გარანტად მივიჩნიოთ, მაგალითად ადამიანის წამოწითლება ან შიშის გამოხატვის ფორმა, იმათ რომ ადამიანი აუცილებლად იტყუება და ჩვენ შეიძლება ადვილად შევიდეთ შეცდომაში და უდანაშაულო ადამიანს ცილიც კი დავსწამოთ და ის ამას ოტელოს შეცდომას უწოდებს, როდესაც მის წინაშე სრულად უდანაშაულო ადამიანი დგას დეზდემონას სახით და ის გამოხატავს შიშს იმის გამო, რომ არ დაუჯერებენ მას სიმართლეს და სიკვდილით დასჯიან და ზუსტად აი გამოხატული შიშის ფორმა ოტელოს კიდევ უფრო მეტად არწმუნებს მის მოღალატეობაში და როგორც მოესწენებათ აღჩობს ახალგაზრდა ქალს, ხომ? ამიტომ ავტორი გვაფრთხილებს, რომ მაინც და მაინც ნაჩქარები დასკვნების გაკეთებისგან თავი ჩვენ აუცილებლად უნდა შევიკავოთ და სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, იქამდე რა თქმა უნდა კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ რაღაც ფატალურ შედეგებამდე არ მივიდეს საქმე. ეკმანი წიგნში ეხება ასევე ისეთ მახასიათებელ ნიშნებს, რომელიც გასცემს მატყუარ ადამიანს და ერთ-ერთი ეს არის ყალბი-ღიმილი, ხო? ყალბი-ღიმილის ფორმა და ასევე არის სიმართლის ირონიულად თქმის მეთოდი, რომელსაც მატყუარები აქტიურად იყენებენ. აი მაგალითად, როდესაც მოღალატე ქმარი სახლიდან გასვლის წინ, როდესაც ცოლი ეკითხება მას თუ სად მიდის, ის ირონიულად პასუხობს, რომ აი საყვარელთან მიდის, რადგან გააქარწყოს ის ეჭვი, რომელიც ცოლს აქვს იმ შემთხვევაში, თუმცა ის ნამდვილად საყვარელთან მიდის ამ დროს. მოკლედ ესეც ერთგვარი ეფექტური ხერხია იმისთვის, რომ მატყუარებმა ადვილად შეძლონ თავიანთი ტყუილების გასაღება, ხომ? მიუხედავად იმისა, რომ ტყუილი ბუნებრივია, ითვლება ამორალურ ქცევად, ეს შეიძლება ერთგვარი სტერეოტიპული შეფასება ასეთი იყოს და როგორც მაგალითად ერთ-ერთი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ჰოსეინი თავის წიგნში ამბობს, რომ ტყუილი ეს არის ქურდობის ვარიაცია, რადგან როდესაც შენ ადამიანს ეუბნები ტყუილს, მას სიმართლის გაგების უფლებას პარავ, ხომ? ბუნებრივია ტყუილი მაშინ არის ამორალური საქციელი, როდესაც ეს სხვისი ინტერესების დაზიანებას ეხება, მაგრამ ტყუილს ასევე შეიძლება პოზიტიური შედეგებიც ჰქონდეს და პლაცებოს ეფექტიც კი გააჩნდეს, ხომ? აი მაგალითად ექიმის მოხდენილად ნათქვამ ტყუილს შეუძლია პაციენტი განკურნოს, ხომ? მოკლედ თუ გინდათ
ადამიანების უკეთ წაკითხვა და ნაკლებად გახდეთ ტყუილის და მანიპულაციის ხერხი, სიცრუის ფენომენი თავისუფლად შეიძლება რომ თქვენს სამაგიდო წიგნად გამოდგეს.